ცეცხლის ხაზზე. ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს ცვლის. რატომ უნდა გაუქმდეს სისხლის სამართლებრივი დევნა რუსეთ-საქართველოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაზე? საქართველოს სახელმწიფო მიიღო ძალიან ბევრი საყვედური საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან იმის გამო, რომ შეჩერდა ამ ცვლილებების მიღება. ოპოზიციის ნაწილი კანონში ცვლილებების წინააღმდეგია და ინიციატივის უკან რუსულ კვალს ხედავს. ასოცირების ხელშეკრულება არ გავალდებულებს ამას და ეხლა სხვა მოსაზრება ჩვენ შევაცვლეინოთ ჩვენებულ პარტნიორებს მაშინ როცა ჩვენ ინტერესებში შედის. ოკუპანტთან მიმართებაში ლიბერალური მიდგომების მოწინააღმდეგეებისკენ მაგდა ანიკაშვილი. ოკუპაციის შესახებ კანონის შერბილების მომხრეებისკენ ვაკა გორგილაძე. ცეცხლის ხაზზე დგანა ემზარ კვიციანი, რომელიც მიიჩნევს, რომ კანონი ოკუპაციის შესახებ საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ბადრი შუბლაძე, რომელიც ამტკიცებს, რომ კანონში ცვლილებები რუსეთის ინტერესებს ემსახურება. უნდა შეიცვალოს თუ არა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. დაპირისპირება ცეცხლის ხაზზე. საღამოშვიდობისა ეთერშია ცეცხლის ხაზი, გადაცემა, რომელშიც საწინააღმდეგო პოზიციებზე დგანან არა მარტო სტუმრები, არამედ წამყვანებიც. მე ვარ მაგდა ანიკაშვილი, ლიბერალი. მე ვარ ვაკა გორგილაძე, კონსერვატორი. 2008 წელს ოკუპაციის შესახებ მიღებული კანონი არეგულირებს ამ ტერიტორიებზე სოციალური, ეკონომიკური და კულტურული პოლიტიკის პრაქტიკულად ყველა ასპექტს. მაგრამ სულ უფრო მეტად ჩნდება უამრავი პრეტენზია ამ კანონის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. ბევრი კომენტატორის აზრით კანონი წააგავს რიტუალურ საზღეგრძელოს, რომელსაც არ უწევია აღსრულება. არც ერთი აკრძალვა და რეგულაცია, რომელიც არის მითითებული სააკაშვილის მიერ ინიცირებულ კანონში, არც აფხაზეთის და არც სამაჩაბლოს ტერიტორიაზე არ სრულდება. ქართველების ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული გავლენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნულამდეა დაყვანილი, ხოლო რუსული, სომხური და თურქული ეკონომიკური და კულტურული სუბიექტები ზრდიან თავის გავლენას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. კანონი კანონისთვის თუ პრატშობილი ნორმა ფსევდოპატრიოტული კომპლექსების დასაძლევად. რა სარგებელი მოაქვს კანონს, რომელსაც არ ასრულებს არავის საქართველოს ხელისუფლების გარდა, რომელიც ამ რიტუალური აკრძალვების გამო ქართველებს და აფხაზებს, ქართველებს და ოსებს შორის მხოლოდ გაუცხოებას უწყობს ხელს. მე მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ ეს არ არის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გადახედვის პირველი მცდელობა. 3 წლის წინ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მერვე მოწვევის პარლამენტმა უკვე უყარა კენჭი. როგორც მაშინ, ისე დღეს ინიციატივის ავტორებმა ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი დამაჯერებელი არგუმენტი. რატომ? ვის ინტერესებშია? რატომ უნდა შეიცვალოს კანონი, რომლის არსიც არის შემდეგი დეკლარაცია. საქართველო არის სუვერენული, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო და მის ტერიტორიაზე ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს სახელმწიფოს ნების გარეშე არის უკანონო სამხედრო ოკუპაცია. სანამ ცვლილებების შინაარსზე ვიმსჯელებთ, უპასუხოთ კითხვას, ვის აღიზიანებს ეს ფორმულირება. როცა ეს კანონი დაიწერა თავის დროზე ჯერ კიდევ ჩვენამდე, იქიდან მოყოლებული რუსეთიდან, როცა ამ კანონზეა საუბარი ყოველთვის გაუქმებაზე. ჩვენს რომ მოვით ხელისუფლებაში, ერთ-ერთი პირველი მესიჯი რუსეთიდან იმ იმედით, რომ შეიძლება ეხლა მაინც გადაგვიხედა ამ პოზიციისათვის, ასევე იქიდან წამოვიდა შეტყობინება, რომ კარგი იქნება და გაუქმდება ეს კანონი. არც საერთაშორისო ორგანიზაციები, არც რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები და არც აფხაზიან ოსიეროვნების საქართველოს მოქალაქეები. ფაქტია, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაზე დაწესებული სანქციების შერბილებაში დაინტერესებული ერთადერთი მხარე თავად ოკუპანტი რუსეთის ფედერაციაა. უნდა შეიცვალოს თუ არა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ამ შეკითხვას დღეს ცეცხლის ხაზის საპირისპირო პოზიციებიდან უპასუხებენ ემზარ კვიციანი, პარლამენტის წევრი პატრიოტთა ალიანსიდან და ბადრი შუბლაძე ნაციონალური მოძრაობა. საღამოშვიდობისა ბატონო. საღამოშვიდობისა, უნდა შეიცვალოს თუ არა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ეს არის ჩვენი ინტერაქტივის კითხვა. დაგვირეკეთ, ზარი უფასოა, გადაცემის ბოლოს ჩვენ შედეგებს შევაჯამებთ. მე აქვე აგიხსნით ცეცხლის ხაზის წესებს, ორივე დაპირისპირებულ მხარეს მიეცემა საშუალება, რომ გამოთქვას თავისი აზრი. თქვენ შეგიძლიათ იდებატოთ, შეაწყვეტინოთ ერთმანეთს, დაუსვათ შეკითხვები, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს დისკუსია გასცდება დებატისთვის დაშვებულ საზღვრებს, ჩვენ გამოვიყენებთ ზარს, რაც ნიშნავს, რომ კამათი უნდა შეწყდეს. ბატონო ბადრი, გულწრფელად მაინტერესებს თქვენი აზრით, რა სარგებელი მოაქვს ამ კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ? რა პრაქტიკული სარგებელი მოაქვს საქართველოს? პრაქტიკული სარგებელი ის მოაქვს, რომ თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ეს არ ვრცელდება, თქვათ, აფხაზეთსა და– ჩადიან და აწარმოებენ მის მომსვლას, მაგრამ ვერ ჩამოდიან.
იმ ტერიტორიაზე, რომელიცაც ვერ აკონტროლებს რუსული მხარე, ვთქვათ, თბილისში. და საერთოდ, როდესაც ტერიტორია ოკუპირებულია და შენ იმას კარბლანშს უკეთებ და აძლევ უფლებას, რომ გაატაროს ის წესები, რაც მას სურს, აი იგივე ვთქვათ, ჯარი რომ იმყოფება ეხლა და უკვე აფხაზეთში ეს კანონი ხელს უშლის რუსებს ხელს რუსებს არ უშლით იქ, სადაც მათ უნდა შესვლათ, თავისუფლად შედიან. და აგერ გალი აქ ამ კანონს თუ ის ფუნქცია აქვს, რომ უკვე აი მაგალითად თბილისში ვერ ჩამოვლენ, ვერ შემოდიან საქართველოში, ეს ფუნქცია აქვს, მაგრამ მოსახლეობისათვის ვინ ვერ შემოდის საქართველოში? აი ოფიციალურად ის პირები, ვისაც უნდა თქვათ თბილისში ჩამოსვლა ხო იყო ვიღაცები უნდა და ვერ ჩამოვიდნენ მისიით, რომელიღაცა მისიით. და რატომ არ უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში? იმიტომ არ უნდა ჩამოვიდეს, რომ ჩვენი მტერია, ის არის ოკუპანტი და ოკუპანტს ჩვენს ქვეყანაში რა უნდა? აი თქვენ მორალურ-პოლიტიკური კატეგორიებით ვშელობთ. ანუ თქვენ პრაქტიკულ სარგებელს ვერ ხედავთ? პრაქტიკულს ვერ ხედავ, მართალი ეს არის ღირსების მორალურს აქვს არანაკლები ნიშნულობა. ხო უნდა ვიცოდე, მე ხო უნდა ვიცოდე, რომ ჩემი მტერი არ უნდა შემოვიდეს. ბატონო ეზარ, არათუ ცვლილებები თქვენ განაცხადეთ, რომ საერთოდ არ უნდა არსებობდეს ასეთი კანონი, სრულად არის გასაუქმებელი. რა არგუმენტი გაქვთ ამის სასარგებლოდ? მოგესალმებით თქვენ სტუმარს. მე მოველოდი რომ აქ დამიჯენდით ვინმეს ავტორს, რომელიმე ავტორს კანონის სააკაშვილის მხრიდან. მაგრამ მოხარული ვარ რომ მაინც ნაციონალური მოძრაობიდან ერთ-ერთი კი ერთადერთი სახე, რომელიც რო წარმოადგენს საუკეთესო ნაციონალი მომიყვანით, ამიტომ მადლობა კიდევ ერთხელ. ეხლა რა მინდა გითხრათ? ეს კანონი თავისთავად თავის დროზე იყო რუსების სპეცსამსახურების მიერ შეკვეთილი. და რისთვის? იმისთვის, რომ ქართველები და აფხაზები რაც შეიძლება დიდხანს ვიყოთ ცალ-ცალკე და ერთმანეთთან არ ქონდეს საშუალება მისვლის. ამისთვის იყო კოდორის ხეობა ჩაბარებული. კოდორის ხეობაში ჩვენ ხვდებოდით ერთმანეთს მესამე ქვეყნის გარეშე და ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. მოვაბრუნეთ აფხაზები ჩვენ მხარეზე, ჩამოყვანილი ყავდა თბილისში, შეხვედრები ჰქონდა მოწყობილი უმაღლეს ორგანოებთან და კერძოდ თუნდაც სახელმწიფო მინისტრთან და ქონდა ძალიან კაი გეგმები. ანუ აფხაზები და ქართველები ფაქტიურად შევრიგდით. და ეს კანონი უშლის ხელს შერიგებას. ერთი წუთით ჯერ დავამთავრებ ბაზს. აგერამ აქვს ამოღებული 94 წლის 4-ხრივი შეთანხმება მოსკოვის 14 მაისის. სადაც საქართველოს კაპიტულაცია გამოაცხადა. მაშინ, როდესაც ჩვენ ვიდექით ძალიან ცოტანი, რა თქმა უნდა, 16 კაცით დავიწყე რა ტერიტორიების შენარჩუნება. იმის გარდა რომ 10 ჯერ აღემატებოდნენ ჩვენზე, კიდევ ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა სახელმწიფომ აღჭურვა იურიდიულად რუსეთის მხარე და აფხაზეთის მხარე. აი ეს არის ეს დოკუმენტი, რომელიც ისახავდა ვერ გავიგე ვინ აღჭურვა? ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა საქართველოს აღჭურვა 94 წლის 14 მაისს. ვინ აღჭურვა? საქართველოს მხარემ, ჩვენმა ხელი მოაწერა კაპიტულაციას. ანუ აი ამას გადმოგცემთ მე ბატონო ბატრი და გაეცამა. დაგომესის ხელშეკრულებაზე გაქვთ? არა, მოსკოვის 4-ხრივი ხელშეკრულება 94 წლის მაისის, იმიტომ რომ ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი კანონი მიიღო 93 წლის 27 სექტემბერი ჩათვალეს უკვე ომის დამთავრებად. და მე რასაც ჩვენ რო გავაგრძელეთ ბრძოლა, ეს უკვე ნაუმრად არ ჩაგვთვლოდა. თქვენ ელცინის დროს მოწერილ დოკუმენტს გულისხმობთ? დიახ, ეს 94 წელია და ეხლა მოგახსენებთ კიდევ ერთ საინტერესო რაღაცას, სასარგებლო იქნება აუცილებლად. ამის მერე 94 წლის 7 მაისს ჰქონდა ძალიან ფართომასშტაბიანი შემოტევა. ანუ აპრილში იყო კიდევ შეხვედრა და აპრილში ჰქონდათ ისე გადაწყვეტილი, რომ 7-ში შემოგვიტებდნენ ძლიერი შემოტევით. თვითმფრინავიდან გომბავდნენ, ყველანაირად შეეცადნენ რომ გავერეკეთ იქიდან, მაგრამ მაგათ ჰქონდათ ერთი რამის შიში. ჩვენ პოზიციებს დავტოვებდით, გავიდოდით ტყეში და მერე პარტიზანობას გავაგრძელებდით და ამის საწინააღმდეგო არაფერი არ ჰქონდათ. თორე ჩვენს ხელისუფლებაში ყავდათ ამის საწინააღმდეგო რუსულ მხარეს? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პარტიზანული მოძრაობის წინააღმდეგ ჯერ არ გამოუგონია არავის არაფერი, არც რუსეთს და არც არავის მათ შორის. ეხლა შეხედეთ როგორი სიტუაციაა. მიღებული კანონი 94 წელს აქ ისახავს რას, რომ ჩვენ საქართველოს მხარე არ უნდა ვიყოთ წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. არა გვაქვს უფლება შეიარაღებულადაც და ისედაც უკვე. ამას მოაწერა ჯაბა იოსელიანმა ხელი და იქიდან ჯინჯოლია იყო მგონი გვარად.
არა, კიდევ ამ ხელის მოწერას წინ უძღოდა, პარლამენტი შეიკრიბა და პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ ჯაბა იოსელიანს უნდა მოეწერა ამაზე ხელი. მოკლედ, აღჭურვეს ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენმა ქართველმა ხელისუფლებამ ჩვენ წინააღმდეგ ისევ როგორ უკავშირდება ეს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ? ამის მერე არაფერი არ გამოუვიდათ, ამის მერე იყო ჩეჩნების შემოყვანა, რომელსაც უნდა მიყოლოდა კოდორის ხეობა, მაგრამ მოახერხეთ და გადავარჩინეთ სიტუაცია. ამის მერე იყო 2002 წლის 12 აპრილის დესანტის გადმოსხმა, მაშინაც იგივე მოახერხეთ და ჩავაფარცხეთ ისეთნაირად, რომ ვერ წაგვართვეს ტერიტორია. 2002 წლის ვერ წაგვართვეს, რომელზე გავთქვეს, კოდორის ხეობა. კოდორის ხეობაზე, დიახ. 2002 წლის ბატონო ემზარ, თქვენ ახლა საუბრობთ, გისმენთ, რაღაც დოკუმენტები გაქვთ მოტანილი და რომელიც არაფრის მთქმელი არ არის. კოდორის ხეობა აფხაზებს ისე არ ჭირდება, მაგათ ეს აბსოლუტურად არაფერში არ ჭირდება. ვერც გამოიყენებენ. კოდორის ხეობა არის ისეთი ხეობა, იქ არათუ აფხაზი, იქ შეუძლია იცხოვროს იმ პირობებში, აი თქვენისთან ახალს, ვინც ცხოვრობდით იქ. და იმათ თქვენი კოდორის ხეობა არაფერში არ ჭირდებოდა, იმიტომ დაგითმეს თქვენის, თორე რომ დაჭირებოდა, ისე შემოვიდოდნენ ზემოდანაც, ქვემოდანაც, გვერდიდანაც და აგიღებდნენ კიდევაც 2008 წელს 2008 წელს შევიდნენ იმის გულისთვის, რომ ეს რა ქვია, ანდაზა ესეთი ღორი დაკლეს, ქათამა თქვა, ღორი დაკლეს, დამაკლესო, ძროხა დაკლეს, დამაკლესო. როგორც რო შემოვიდნენ, მე უბრალოდ დღესაც არაფერში არ ჭირდებათ კოდორის ხეობა. ის არის ისეთი ხეობა, იქ თქვათ, მეც კი ვერ ვიცხოვრებ, იმიტომ რომ იქ არის რაღაც განსაკუთრებული კლიმატი და იმ კლიმატს გაუძლებენ აი ესეთი ხალხი, როგორიც ცხოვრობდნენ იქ, ის სვანები ვინც იყვნენ. თორე სხვა ქართველიც კი რო ჩავიდეს და მაქსიმალური პირობები რომ შეუქმნა ცხოვრების ვერ გაძლევენ. ის მაგალითად ვიწოდებული ხარ თქვენ? ხო, და ესე რომ თქვენ კოდორის ხეობა არაფერში ჭირდებოდა გაჩუქეს თქვენ პირადად. როგორც ჩეჩნეთი აჩუქა იმან რა ქვია პუტინმა რამზან კადიროვს, შენ გააკეთე რაც გნებავს, ფული იშოვე იმასაკენი, ოღონდ მე არ შემაწუხო. ის აფეთქებები რაც მოხდა ვარშავსკაია შოსე, კაშირსკაია შოსე და იქ რომ იმასაკნეს ნორდოსტი, ეს ყველაფერი იყო რუსული გრუს FSB-ს მიერ ჩატარებული ოპერაცია, რომ მას ქონოდა უფლება და მიზეზი, რომ შესულიყო ჩეჩნეთში. ეხლა მე ვერას დამაჯერებს იმას, რომ ჩეჩნეთიდან შეიარაღებული კამაზები, დატვირთული იარაღით ჩავიდა მოსკოვის ცენტრში, შევიდა ნორდოსტის თეატრში. არ დრო ისედაც არ გვეყოფა ჩვენ ბატონო ბადრი. ნორდოსის თეატრში იყო თუ არა ნიშნულოვანი კოდორის ხეობა. თქვენ ახლა ზედაპირულად იცნობთ ამ საქმეს და ამიტომ მომისმენთ და კარგად გაიგებთ ყველაფერს. თქვენ რასაც ამბობთ ბატონო ემზარ, ეს არ არის არგუმენტი იმისი, რომ ეს ოკუპაციის ისა რა ქვია კანონი გავაუქმოთ და მივცეთ ვისაც უნდა იმას. თუ დაწყნარდებით ბატონო ბადრი, როგორც მეგისმენთ თქვენ, მაშინ გაიგებთ რომ ეს არის ჯერ ერთი რა შუაში არის ის რომ ჭირდება არ ჭირდება აფხაზებს კოდორის ხეობა. კოდორის ხეობის ჰავა ეს ზედმეტად სიმაღლე მოიყვანეთ თუ რა ქვია მაგას და პირობები ბუნებრივი. რამდენ მეტრზეა კოდორის ხეობა იცი? ნუ ეხლა კოდორის ხეობა რამდენ მეტრზეა და მე არ ვიცი მაგას არ გეტყვი. მაშინ მოგახსენე 490 მეტრო არის ჩემი სახლი, სადაც არის კოდორის ხეობაში. ხო, მე ეს რას კიდევ ერთ რამეს გეტყვით, რომ აფხაზების იყო დასახლებული სწორედ კოდორის ხეობა. მე ჩვენ მე-20 საუკუნის დასაწყისში დაუბრუნდით უკან. დაუბრუნდით სვანები უკან სვანეთიდან. დაწყნარდით და ბევრ რამეს გაიგებთ. ბატონო ბატონო, მე უბრალოდ გელოდი. ეს ახლა სხვებთან რო შედიხართ პოლემიკაში და მუშტიკრებს რო ატარებთ, ეს შენთან არ მინდა ახლა მაგას საუბარი. არ გამოგივათ, ესე და თქვენ თუ გინდათ რომ ზედაპირულად მარტო კი არა და რო იცოდეთ კარგად რო იცოდეთ. ამისთვის მე გამიხარდა რომ მოხვედით თქვენ სხვათა შორის დღეს. მინდა რომ ბევრი რამე გაიგოთ თქვენ ჩემგან დღეს და მე გაანალიზოთ თქვენ თვითონ. ახლა შეხედეთ. აი ეს არის დოკუმენტი, რომლითაც მე პერი გამიძლია. ახლა შეხედების ფიალი არ მჭირდება. მე მაქვს ერთი პირობა. ჩემი მტრის მეგობარი არის ჩემი მტერი. თქვენ არის მე მუშაობდი გაზპრომში 85 წლიდან მე
ეს კაი ამბავი ვითხარი. კაი ამბავი ვითხარი. მინისტრი მე რო გაზპრომში თუ მუშაობდით უკვე გაშიფრეთ თქვენ გენდირექტორთან ჩაულებრივად მქონდა შეხვედრები. მოდი საქმეზე ვილაპარაკოთ. რა რისთვის ავარ? საქმეზე და მე გეუბნები საქმეზე ვილაპარაკოთ. მე რომ ეხლა საზღვართან აი ეს ზარს არ დაუკრავ თუ ამდგედა წავიდე ახლა ტერიტორიის საზღვართან 100 მეტრის რაშუაშია ჩეჩნები და რაშუაშია ნორდოსტი იმ შუაშია რომ ის ყველაფერი მოწყობილიყო და მოწყობილიყო ის რომ თქვენ დაგითმეს ის კოდორის ხეობა და თქვენი იყო და თქვენ გრიალებდით იქ როგორც გინდოდა კი ვიცი რა რა გინდა ახლა მალადეც არ არის ეს ასე იყო და ეხლა შენ თუ საჩხუბრად ხარ მოსული არა ვარ საჩხუბრად აგერ და გაგდება ხა ღორივიცი არა კაცო შენა წესიერად მელაპარაკე დაწყნარდი და საქმეზე ილაპარაკე საქმეზე ლაპარაკე ღორივი და შეურაცხყოფაზე ნუ გადმოდი შეურაცხყოფაზე მოდიხარ მე არ გადმოვდივარ შეურაცხყოფაზე მე არ ვაკეთებ ადამიანს შეურაცხყოფაზე გადაცემის თემას და კორექტულად ბატონო ემზარ თქვენ დაასრულეთ თუ მომცემს საშუალებას ახლა მუშაობის თუ არა და ბატონო გაიყვანეთ და მე შემოიყვანეთ ჩემს ესე იგი მე მოვედი ფაქტებით გასაგები კოდორის ხეობა იყო ჩაბარებული იმის გამო რომ ჟენევის კონვენციით კარგად მომისვენეთ ბატონო ბადრი გისმენთ ვერ აღიარებენ აფხაზეთს თუ სრულიად ავტონომიური რესპუბლიკას არ აკონტროლებენ გესმით ახლა რატო უნდათ ეს აფხაზებს და რატო უნდათ რუსებს რატო აღიარეს 2008-ში 13-ში შემოვიდნენ აფხაზები 40 კაცი დაიპყრეს კოდორის ხეობა და 26-ში აღიარეს. რატომ გეკითხებით მე თქვენ? ვინ აღიარა? რუსეთმა აღიარა, დია, მანამდე რატო არ აღიარეს? არ აღიარეს, არ ჭირდებოდა მანამდე აღიარება. არ ჭირდებოდა, თქვენთვის სასარგებლო რომ ისეთივე პოლიტიკას ატარებდა ის ხელისუფლება, როგორ ჭირდებოდა რუსეთს. ეხლა შეხედეთ. ეხლა შეხედეთ. როგორ მივყვები ახლა ნელ-ნელა რომ იყოს გასაგები მოსახლეობისთვის, რა თქმა უნდა, ამას არ უნდა გაგება და ვერც გააგებია, მაგრამ არც მინდა რომ გავაგებიო. ეხლა შეხედეთ ეს კანონი რომელიც იქნა მიღებული ამის შემდეგ და ეხლა როდესაც შემოდიოდნენ 2006-ში კოდორის ხეობაში მე რო ხმაური ავტეხე არ დამიდექით მაშინ მე თქვენზე არ ვიდეხე ჟურნალისტები რომ ამ მწყდარიყო ხმაური რომ არ შეიძლებოდა ჯარის შემოყვანა იქა აი ამის გამო არ შეიძლებოდა შემოყვანა ჯარის იმიტომ რომ აქ ვალდებულება გვაქვს რომ ჯარი არ უნდა იყოს იქ და ვაძლევთ ლეგიტიმაციას რუსებს რომ შემოვიდნენ კოდორის ხეობაში ამიტომ იყო ჩემი ხმაური ეს თორე რანაირი შეიარაღებული აჯანყება შემეძლო მოწყობა 900 იქეთ მე და თან ბენზინი არ მქონდა რომ მეულო სოფელ და სოფელ თქვენი ლოგიკა გასაგები მიეცა საბაბი რუსეთს რომ გაერთიანებინა მე ვთხოვდი იქიდან რომ გააუქმეთ ეს ხელშეკრულება და შემობრძანდით მე კოდორის ხეობაში თორე თქვენი შემოსვლა გამოიწვევს რუსების შემოსვლას და აფხაზების შემოყვანას და დაკარგვას 30% აფხაზეთის ტერიტორიისა გვეკავა ჩვენ ხელში ხოსია ეხლა შეხედეთ როგორც კი ჩააბარეს ტერიტორია 29 აგვისტოს საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და მათ შორის გაუქმდა 94 წლის ხელშეკრულება ანუ რუსებს რაც რო თავიანთი პასუხისმგებლობა ეკისრათ ამ ხელშეკრულებით იყო ტოლულების დაბრუნება უკან აფხაზეთში ისიც გაუუქმეს და მთლიანობაში რუსეთი გამოიყვანეს სუფთად აი ეს გააკეთეს მაშინ ეხლა ერთი წუთი მოქმედებდა რუსეთის ინტერესებში აბსოლუტურად რუსეთის ინტერესებზე მოქმედებდა და აკეთებდა იმას რომ გადასცა ტერიტორიები რომ მე ეღიარებიან ეხლა შეხედეთ რა ხდება მე ამის მერე როცა უკვე ჩაბარდა ხეობა გადმოსული არიან ტოლულები და იმყოფებიან იმაში რა ქვია ჭუბერში ძალიან ბევრმა როცა უკვე მორჩა სროლები და რაღაცა კოდორელებმა დაიწყეს უკან დაბრუნება ჭუბერის მხრიდან სადაც უცბად ჩაუყენეს კუდი და არუშვებდნენ უკან ჩვენებს რატომ არუშვებდნენ უკან ჩვენებს იმიტომ რომ ტერიტორიების დაბრუნების არსებობს ავიღოთ ასე სამი სახეობა ხო ერთი ბრძოლით უნდა დაიბრუნო მეორე მოლაპარაკებით ბრძოლით რა თქმა უნდა რა შეგვიძლია ჩვენ ახლა კი ვიცით მოლაპარაკებით ლაპარაკით არ გვინდა და არსებობს ერთი კიდევ ვარიანტი რომელიც რომ ეყრდნობა რა თქმა უნდა სახალხო დიპლომატიას ანუ რაც შეიძლება მეტი ხალხი შევიდეს რაც შეიძლება მეტი გადმოვიწონოთ რაოდენობით ხო აი ამ რაოდენობით რო არ გადმოგვეწონა ისიც ჩაგვიკეტეს ამისთვის იყო სწორედ ეს არის კანონი ოკუპაციის აი მე მიიღეს ეს მაგრამ ახლა მე თქვენ რას გეუბნებით კოდორში დააყენეს კუდის სამსახური რომლებიც მოღალატეები ხარ სად მიდიხართ ეუბნებიან ანუ ის რომ შენ მიდიხარ შენი სამშობლოს საქმე გააკეთო მოღალატე ხარ ახლა შეხედეთ მიიღეს ეს კანონი 2008 წელს 2008 წლიდან დღემდეის რამე ეფექტი მოიტანა მან ერთის გარდა რომ ქართველებს არ უშვებენ აფხაზეთში შედიოდნენ 2008 წლამდე დაახლოებით 12000 ქართველი არის შესული აფხაზეთში და დაფუძნებული იქა
ადლერის მხრიდან დამაცადებს ერთი უკრძალავს კანონი. თქვენ ამბობთ ეს არის სიმბოლური დატვირთვის აქტი, რომ ის არ სრულდება ამ კანონის მოთხოვნები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. თქვენ ამბობთ, რომ რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები ემორჩილებიან კანონს. ემორჩილებიან ამ კანონს, იმიტომ რომ მე რო ჩამოდიან 333 ადამიანი არის 333 ადამიანი არის გასამართლებული აქა ამ კანონის დარღვევის გულისთვის. რაც კანონი მიღებულია. რამდენი 373 არის შემოსული იმის მერე რუსი, სომეხი, რატო არ ასამართლებენ? დარწმუნებული ხართ, რომ ვიციან ამ კანონის არსებობა. ეხლა შეხედეთ როგორი სიტუაციაა. ჩვენ ქართველები და აფხაზები რა შენიშნეს რუსებმა და სხვათა შორის უცხოელებმაც, ვისაც არ აწყობთ, რომ ჩვენ შევრიგდეთ აფხაზები და ჩვენ. სადაც კი შევხვდით ჩვენ და აფხაზები ერთმანეთს, სულ ყველგან შევრიგდით. თვითოზე შევხვდით, ჯგუფურად შევხვდით, რა, ყველგან მაგალითად, აი, ვთქვათ, მოგახსენებ 94 წლის ბატონო ბადრი 94 წლის 30 ივლისს იყო პირველი შეხვედრა ჩვენი და აფხაზების საზღვარზე იქ სადაც უკვე აღარ უშვებდი შიგნით არავის აფეთქებული მქონდა გზა და იქ გამოვიდნენ რუსებიც გაეროს მთელი მსოფლიო იყო წარმოდგენილი და პირველი შეხვედრა შედგა ჩვენი შეხვედრა იყო ძალიან მწვავე მაგრამ ვიჩხუბეთ ვიკამათეთ იყო ისეთი ისა რომ აი მომიტანეს ეს აი ეს მომიტანეს და გამომიშვირეს აი ეს დოკუმენტი რომელიც თქვენ ეხლა ასაჯაროებთ და ამტკიცებთ რაღაცებს საიდან წარმოვიდა რამ წარმოშვა ამ დოკუმენტის აუცილებლობა აი ეს ამ დოკუმენტის აუცილებლობა წარმოშვა კარგი კითხვა მადლობა ამისთვის აი ამ დოკუმენტის აუცილებლობა წარმოშვა 94 წლის 7 მაისმა როცა დაახლოებით 400 კაცამდე მკვდარი გავატანეთ კოდორის ხეობიდან. ბატონო ბადრი, მე მაგ ისეთი კითხვა, როდესაც უარს ვამბობთ აი ამ ტიპის სოციალური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული აქტივობების, როგორ პრაქტიკულად ამას ვაკეთებთ, ვიზღუდავთ. თქვენი აზრით ეს არის ადეკვატური სტრატეგია ტერიტორიების დასაბრუნებლად? არ გამოვარაფერი. არა, ეს ძალიან ისე ვარ მოსული, ძალიან ბევრი რაღაცას მოხდა ბატონო ემზარ. თქვენ გონიათ ეხლა რომ გადის ეხლა ქონდა ჩვენ ერგინეთის ბაზრობა. იყო წლების მანძილზე ხალხი მიდი ბატონო ბადრი, თქვენ ხომ ვიცით რომ რუსეთში ცხოვრობს ყველაზე გავლენიანი და მძლავრი დიასპორა ქართველების პოლიტიკური, ფინანსური თვალსაზრისით. როდესაც ჩვენ უგზავნებთ ერთი წუთით. ამ კანონის მიხედვით პრაქტიკულად ჩვენ უგზავნებთ ამ ფინანსური, ეკონომიკური თუ სხვა აქტივობების განხორციელებას, ხო? აი ბატონმა ემზარმა ბრძანა, ბატონმა ემზარმა ბრძანა. არის სამი მეთოდი ტერიტორიების დაბრუნებაში აბსოლუტურ ვეთანხმები. ეს არის ან მოლაპარაკება, ან ომი, ან მათ შორის დემოგრაფიის, ჰუმანიტარული ექსპანსია, ასე ვიტყვი, უხეშად განხორციელების თვალსაზრისით, ხო? როდესაც ვიცით, რომ დაახლოებით 9 მილიონი ქართველი, მათ შორის არის საკმაოდ ბევრი შეძლებული რუსეთის მოქალაქე. კი ბატონო, რუსეთის მოქალაქე, რატომ გონიათ რომ თქვენ ფიქრობთ რომ კოლაბორაციონისტია ყველა ვიცხოვრობს რუსეთში ქართველი? რომელი ბიზნესმენი, რომელმა ბიზნესმენმა გააკეთა საქმე თქვათ იმ თქვენმა კოლეგებმა მოსვლამდე არ გეუბნებით. თქვენმა კოლეგებმა გაზპრომიდან სააკაშვილის მოსვლამდე არაფერს არ გეუბნებით. სააკაშვილის მოსვლამდე ვინ რას გააკეთა საქართველოს? თუნდაც იგივე ბიძინა ივანიშვილი არ გაუკეთებია ბიძინა ივანიშვილი? და სააკაშვილის მოსვლამდე? არაკეთებდა. რას აკეთებდა? ჩვენ თემაზე ვართ მოსული თუ არა ვართ? რაღაც მსახიობებს რომ გარკვეულ რაღაც სხვა არაფერი არის, იცით, მსახიობების და მონორაების მუზეუმების და უარავი ობიექტის აშენება და ფინანსება მუზეუმების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება სააკაშვილის განხორციელებული გონიათ? რომელი საყდრისი რო აგვიფეთქა და ის თავის სურვილზე რაც უნდა იმას რო აკეთებს, ეს არის გაკეთებული საქმე. ეს არის თემა. მე ბატონ ემზარს მიკითხვას დაგიშომდე, თქვენ ბუნებრივია გაქვთ შესაძლებლობა რომ გააგრძელოთ და უპასუხოთ ბატონ ბადრის. იმ შემთხვევაში თუ რუსეთის მოქალაქე, მაგრამ ეთნიკურად ქართველი ჩავა და უშუალოდ აფხაზეთში იქ წამოიწყებს ეკონომიკურ საქმიანობას, ეს რამენაერად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუწყობს? თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხო? აქ წერია ასეთნაირად, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვისა და მოქალაქეობის არ მქონე პირებისათვის. ვინ არის ეს მოქალაქეობის არ მქონე პირი? იცით ვინმე თქვენ ასეთი? მე ვიცი. ქართველები, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში.
ანუ მაგათ ჩვენ უზღუდავთ გასვლას და შემოსვლას და საქმის კეთებას. ეხლა 2014 წლის ოლიმპიადა გაიხსენეთ. რამდენი ინერტული მასალა გადავიდა აფხაზეთიდან ადლერის მხარეზე. ვინ აკეთებდა და ვინ მუშაობდა? იმის გამო რომ საშუალება არ ქონდათ და უფლება არ ქონდათ ქართველებს, აფხაზებს, ამიტომ არც ერთი არ გაიკარეს და ბაგრამიანის ბატალიონის ხელმძღვანელები აკეთებდნენ ყველაფერს ამას. ანუ სომხები, არც აფხაზები და არც ქართველები. აი რისთვის იყო ეს ყველაფერი შედგენილი? ისინი რატო აკეთებდნენ რა უფლება? იმიტომ აკეთებდნენ რომ მათ აძლევდა FSB უფლებას და იმიტომ. ამიტომ არაკანონია პრობლემა. უკანონოდ აძლევდა, იმად რატო არ აძლევდა ქართველებს და აფხაზებს? ბატონო ბადრევ, ჩვენ რა ბერკეტი გვაქვს იმისთვის რომ ეს არ გავაკეთებიოთ. თუ ჩვენ დასავლეთი დაგვეხმარება, შეიძლება რომ საქმეც მაგაშია. აი სწორედ რომ ახლა შეხედეთ, თუ ჩვენი მეგობრები დასავლეთიდან ჩვენსავით დასჯიან იმ ადამიანებს, მაშინ ამას რეზულტატი ექნება. რეზონანსი ექნება მაშინ, იმიტომ რომ ისინი ვერ გავლენ ვერსად და თუ გავლენ დაიჭერენ. მაგრამ არ გვიდგანან გვერდში ასე თად ახლოს. ამიტომ არის აქ ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ აუცილებლად ამას იძახის სხვათა შორის ის შენი მეგობარი პუტინი, რომ ილაპარაკეთ აფხაზებთან. ამას იძახის ამერიკა, ილაპარაკეთ აფხაზებთან. პუტინი გვიშვებს ჩვენ აფხაზებთან მოსალაპარაკებლად. ეხლა შეხედეთ. ხო ამბობს მაგით, გამოვიყენოთ ეს ნათქვამი მათი, ხო? ეხლა შეხედეთ, ჩვენ რატო უზღუდავთ ერთმანეთს მისვლას აფხაზებთან? რას უზღუდავთ, რას? რა არის იცი? აფხაზებთან უნდა საქართველოს შემოსვლა, აფხაზეთიდან და რუსეთიდან ყველა შემოსვლა. ერთი წუთით, აფხაზებმა მომიკლეს ძმები, მოუყალი ძმები. რა მოხდა? ვიყავით ერთ სახელმწიფოში, დავიბადეთ, გავიზარდეთ. მერე ჩვენმა საერთო მტერმა იქნებოდა თუ მოყვარემ იქნებოდა, გააკეთეს ისეთნაირად რომ დაგვატაკეს ერთმანეთს. რატო უნდა გავაგრძელოთ ეს? მოუყალით ერთმანეთს, შური ნაზიები გვაქვს, იქით ასაკითაც. ჩვენ უნდა დავდგეთ უკვე შერიგების გზაზე. ამ შერიგებისთვის, ამიტომ გეუბნები რომ რუსებმა გააკეთეს, რა თქმა უნდა ეს. ამიტომ შენ ახლა ნუეძებს ჩემში მოწინააღმდეგეს, ჩემში მონახე ახლა ქართველი და შენ ყველაფერს კარგ სწორ გზაზე დაგდები. გასაგებია მე ქართველს ვეძებ, მაგრამ ახლა შეხედეთ. თქვენი პოზიცია. თუ არ მომისმინე ვერ გაიგეთ. ჩემი პოზიცია არის ქართული პოზიცია. არც ამერიკული და არც რუსული, იცოდე ეს. მე ვარ ქართველი და ქართული საქმე მიკეთებია სულ. ქართველი ვარ. ეხლა შეხედეთ, ბატონო ბადრე, რა მინდა გითხრათ ეხლა თქვენ? აი ეს კანონი უკვე რუსები გაანთავისუფლეს ამ იმით, რომ ეს გაუქმეს, მერე რო გადააბარეს ტერიტორია. მათ შეეძლოთ რომ რუსების სამშვიდობო ძალები მაშინდელი აი სანამ შემოიჭრებოდნენ 2 წელიწადი ხომ საერთოდ არ მიშვებდნენ კოდორის ხეობაში. მათ ხელში იყო. შეეძლოთ რომ შემოეყვანათ რუსეთის სამშვიდობო ძალები და დღეს კოდორი ჩვენი იქნებოდა. იმიტომ რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები იქ რო ყოფილიყვნენ, უკვე აღარ ჰქონდათ მაგათ ლეგიტიმაცია შემოეყვანათ აფხაზები. ამიტომაც იყო ის რომ იმათმა მოითმინეს სანამ მოიყვანეს ხელისუფლებაში თავიანთი კგბ-ს თანამშრომელი. ესე იგი გაუჭირდა შევარდნაძის დროს იმას რუსებს რაიმე პრობლემა დაგომისეს ხელშეკრულებაზე იმაზე რა შეჭირდებოდა სისხლით აღება კოდორის ხეობაში რა თქმა უნდა გადაგვწევდები თავრობა მაშინ როდესაც უსისხლო დაიღეს კარგით რა მათ თქვენურად გააკეთეს მოიყვანეს რუსის ჯარი თქვენ შეაჩერეთ მოინდომა პუტინმა კოდორის ხეობის აღება და ვერ აიღო თქვენი ფაქტია რომ ვერ იღებდნენ კარგით რა ეხლა კარგი ვერ შემიჩერებია კარგი ვერ შემიჩერებია უფალი აკეთებს ყველაფერს კარგი რა რომელ უფალზეა საუბარი მაგის ჩემ უფალზეა საუბარი ჩემი როდესაც უნდა აღება და რისი აღებაც უნდა და ის აიღო კიდევაც ბატონო ბატრი თუ გაინტერესებს ფილში შემოდიოდა გავერკვეთ აიღო თუ დაუთმეს აიღო თუ დაუთმეს აიღეს ესე იგი შეებრძოლა იგერ გორთან ხო ჩვენი ბელადი ხო მასე არ არის და ბრძოლას თუ დაწყნარებით ძალიან ბევრ აგიხილავ თვალებს და ძალიან კარგი მე ახელილი მაქვს არ არის მაგი ის აი ამ დოკუმენტების ისა დოკუმენტებს რუსები რო ადგენენ ყოველთვის თავიანთ ეს კანონი რომელზეც საუბრობ და არ გინდა ამის შამაში ilaparaки რას მესპორები ჩუბი გინდა ჩუბის ადგილი არა საგან შევხვდეთ ერთმანეთს გეკითხები გეუბნები ilaparaки მაგრამ მე იმის თქმა მინდა რომ ეს დოკუმენტები ყველა დოკუმენტი რაც არის შექმნილი არის რუსების მიერ შექმნილი და არის შექმნილი თავიანთ სასარგებლოდ. აგა შენა ღმერთმა. აი ამიტომ რომ რუსები შექმნილზე ვლაპარაკობ, ბაბარას ვლაპარაკობ მე. აი შექმნეს რუსებმა სააკაშვილის ხელით. ამას გეუბნები. სააკაშ მაგაზია ოკუპაციის კანონზე არ გეუბნები, მე გეუბნები აი იმ დოკუმენტზე და ეგ არის ეს წინა შეთანხმებებზე გეუბნები. ესეც მათი შექმნილია. წინა შეთანხმებებზე გეუბნები. ეხლა კიდევ თუ დაწყნარდებით, კიდევ უფრო მეტ რაღაცებს გაიგებთ. ასე რომ ძალიან საინტერესო რაღაცებს. ბატონო ეხლა შეხედეთ, რატო გეუბნებით ამას?
ვინ არის ეს მოქალაქეობის არ მქონე პირები? არიან ჩვენი ხალხი, ვისაც პასპორტებს არ აძლევენ. ხო არ ურიგებენ და რუსულ პასპორტს არ იღებს. არც რუსულს არ აძლევენ. არც აფხაზურს არ იღებენ ჩვენები იქა და არც ქართულს უფლება არ აქვს. ანუ არანაირად არაფერი არ შეუძლიათ გააკეთონ. ეხლა შეხედეთ. რუსეთის მხარეზე ძალიან ბევრი არის მოქალაქეობაც რო არა, მაგრამ ქონდა საშუალება და ვერ აკონტროლებდა მაგას FSB და შედიოდნენ და სხვათა შორის პირდაპირ გადმოდიოდნენ მე აქეთკენ ჩვენსკენ. მისვლა მოსვლა და ნუ ფულს იხდიდნენ რა თქმა უნდა. ვერ აკონტროლებდნენ ამას და ესეც გაუკონტროლა სააკაშვილმა უკვე აქედან ჩაუკეტა ეს ყველაფერი. ეხლა მეორე მომენტი დაწნარდი ეხლა მოგახსენებთ სააკაშვილი რო კაკების მგონი უკვე გენერალი გახდა ეს მე ჩემით ვიცი რატო დამარცხეს ზურგში რუსებმა სააკაშვილის შემოსაყვანად ეხლა როგორი სიტუაცია შემოკარგებო მთელი არ არის საშუალება აქვს მუშაობის იმისთვის რომ გავიაროთ ყველა დეტალი. გავიაროთ ერთი კონკრეტული ნაწილი ბატონო ემსარ მე გავამახვილებ ყურადღებას ამაზე. კანონი ასევე ამბობს რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება გაიცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებიდან შეცვლის სპეციალური ნებართვა. ბუნებრივია საქართველოს ხელისუფლების მიერ. თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს კონფლიქტის შვიდობიანი მოგვარების დეოკუპაციის ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის დობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს. ეს არ არის საკმარისო. სწორედ აი ხალხთა ურთიერთობას რაც ეხება ჰუმანიტარულ საქმეებს. ესე იგი მე ფირმა უნდა ჩამოვაყალიბო. თქვენ არ უყურებთ იმას რომ მეორე მხარეს არსებობს ამ კონფლიქტში? ისინი შეგიშვებენ შენ აქ გაკეთებული დოკუმენტები. ის ხომ არ იცვლება, ისინი ისედაც არ გვიშვებენ, გინდამ კანონის გარეშე, აქ ჩვენ პოზიციაზე ლაპარაკობთ. თქვენ კანონი ზღუდავს. კანონი არ ზღუდავს ხალხთა შორის მეგობრობას და ჰუმანიტარულ საქმეებს. რუსეთის პასპორტი გაქვთ რა? რუსეთის პასპორტი თქვენ თავისუფლად შედიხართ აფხაზეთში. არავინ არაფერს უნაომარია რა ხარ და არა ხარ საცხა სიებში თავისუფლად შედიხარ და აკეთებ რაც გინდა. ანუ შედის ახლა მაგალითად თქვენი ცოლეურები ავიღოთ, ხო, რომელიც გაგრაში ცხოვრობდნენ. აღებული აქვს ფული იშოვა რუსეთში, პასპორტი გააკეთა და აქვს მოქალაქეობა, შევიდა და თავის სახლში იცის რომ ცხოვრობს მაგალითად სომეხი კაცი ვინმე, ან ესტონელი, ან სხვა ბერძენი, ან ვინმე, ხო? მივიდა და გადაუხადა მაგას ფული და უთხრა მე რო დავბრუნდები, ეს სახლი უნდა იყოს ჩემი. თუ გინდა იცხოვრე, მაგრამ ეს არის ჩემი. შენ არ გქონდეს ილუზია, რომ ეს შენი სახლია. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით. აძლევს თანხას და ან ის სხვაგან ყიდულობს თავისთვის, ან ამას აქ უკვე სხვა შეგყავს და უკვე შენია ეს, ხო? ანუ აქ ხდება როგორი მომენტი და ამასობაში მიდის ურთიერთობა აფხაზებთან. ამასობაში თბება ურთიერთობა აფხაზებთან და აფხაზებსა და ქართველებს შორის რაც შეიძლება რამდენი ათასი ცხოვრობს აფხაზეთში იცით ქართველები ბატონო ბადრი ეხლა არ ვიცი 85000 ქართველი ცხოვრობს აფხაზეთში თქვენ ამ 85000 ქართველს უკრძალავთ რომ გავიდეს და საქმე გააკეთოს ჩვენი სად უნდა ვის ეხლა შეხედეთ დავაცადეთ გენაცვალე ეხლა შეხედეთ როგორი სიტუაცია რამდენი ათასი ცხოვრობს სომეხი ასევე სომხების 85000 არიან იქა თქვენ წარმოიდგინეთ 45% ვიყავით ჩვენ აფხაზეთში იმის გამო გააკეთეს ეს სხვათა შორის რუსებმა და გამოყარეს იქიდან რომ მე რეფერენდუმი რო ჩაეტარებია ჩვენ უმცირესობაში ყოფილიყავით. ამიტომ იყო ეს კანონი ჩვენთვის გამოსადეგი იმისთვის რომ მათ ვალდებულება ჰქონდათ აქ აღებული რომ დევნილებს დაგვაბრუნებიებდნენ უკან მაგრამ არავინ არ აწვებოდა ამას არ უნდა ეს დევნილები და რატო შემოვიდა საერთოდ აფხაზეთში რუსის ჯარი თუ გაინტერესებთ ეხლა მოგახსენებთ 92 წლის 14 აგვისტოს დაიწყო ომი ბატონო ბადრი. რატო დაიწყო ომი? იმიტომ რომ რუსებმა მოახერხეს თავიანთი აგენტურა ემუშავებია თბილისში და თავიანთი ერთ-ერთი ასეთი აგენტი ბატონი აგენტი თუ თანამშრომელი ბატონი კიტოვანი რომელიც შეაიარაღეს ხალხი დაუყენეს გვერდში და სხვათა შორის კარგი ხალხი ვაშკაცების ქართულად რო უძგერდათ გული უმეტესობას ეთახმებით ამ შეფასებაში კიტოვანთან მიმართებით. ეხლა შეხედეთ დამარცხადეთ ბოლომდე დამარცხადეთ თუ შეიძლება რა ბოლომდე. ამის შემდეგ დაიწყეს სპეცსამსახურებმა რუსულმა და ქართულმა ყაჩაღობები ლიანდაგებზე რკინიგზაზე იმისთვის რომ მიზეზი ყოფილიყო ჯარის შეყვანის შეიყვანეს ჯარი დამამთავრებიეთ ბევრამეს გააგზელეთ მე კითხვა მინდა აი სწორედ შეიყვანეს ვითომ და რკინიგზის გასაკონტროლებლად და დაესხნენ თავს მოსახლეობას. აი ეს იყო ღალატი ჩვენი ქვეყნის. ამიტომ გეუბნებით რომ იქ ჯარი იყო შვენიერი კაი ვაშკაცები და კარგი ხალხი, მაგრამ დააყენეს ცუდგზაზე. ეხლა შეხედეთ, ამის მერე რა ხდება? ამის მერე რადგანაც რომ ტერიტორია მთლიანად რო უნდა აეღოთ აფხაზეთის ტერიტორია
მონახეს მეორე კიტოვანი, ეს არის ბატონი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ჩაადენიეს იგივე დანაშაული. რა დანაშაული? იგივე დანაშაული ჩაადენიეს, ეხლა მოგახსენეთ. თუ დამაცდი, მე რა საღამოს გაფიქრდით და მიხვდებით რომ მე მართალი. ეხლა შეხედეთ. რა გააკეთა 2008 წელს სააკაშვილმა? იმის მაგივრად რომ გაეუქმებია ეს კანონი, ზუსტად გამსახურდიან თუ გახსოვთ გაეუქმებინა უნდა ყოფილიყო ორმხრივი შეთანხმება ხო? ის იმასაც შეიძლება გამოეთხოვებია, ერთ მხარეს შეიძლება მოეთხოვებია და გაუქმდებოდა. ეხლა მოგახსენეთ როგორ არის? უნდა გაეცნოთ, ორი ვერ გაიგებ მაშინ. ეხლა შეხედეთ როგორი სიტუაციაა. 2008-ში წავიდა კინკლაობა. 2006-ზე ჯერ არაფერს არ გიყვებით, იმიტომ რომ არ გიდათ მაგის გაგონება. წავიდა კინკლაობა. და სხვათა შორის 2004-ში მან ოქროშვილმა რო დაიწყო ომი, გახსოვთ? ოქროშვილმა და მასთან ერთად იყვნენ ჩეჩნები, იყვნენ კიდევ ქართველები, კარგი ხალხი ძალიან, რომლებიც ოქროშვილს ყავდა წაყვანილი ცხინვალის რეგიონში და ქართველებსაც ესწროდა და რუსებსაც ესწროდა. რატო აკეთებდა ნეტა ხوارისეთ ბატონო ბადრი? იმიტომ რომ რაღაცაირად დაეკოკა ეს სიტუაცია, რომ ოსები და ქართველები შერიგებული ვიყავით იმ ერგნეთის სხვათა შორის დამსახურება იყო შერიგება ჩვენი. მე ვარ მყოფი სხვათა შორის 2004 წელს ხო? და ეს დაანგრიეს ყველაფერი ის რაც რომ სახალხო დიპლომატიამ აღადგინა ურთიერთობას ოსებსა და ქართველებს შორის. იგივე იყო იქაც. გივი თარგამაძემ პირად თვითონ აღიარა და თქვა გამოვიდა ტელევიზიით რომ აფხაზეთ იმაში კოდორის ხეობაშიო ჩახუტებულები იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობა და აფხაზებიო. აი ამას უაკეთებდით ჩვენ ჩახუტებას. რატომ? იმიტომ რომ ჩაუხუტეთ ჩვენ თუ აფხაზები არ დავიბრუნეთ. აფხაზებთან მეგობრობა არ დავიბრუნეთ, ტერიტორიებს დავიბრუნეთ. ეხლა აფხაზეთში ის ხელისუფლება პრორუსული აფხაზები რომა ისინი გაატარებენ და რამდენიმე წუთით უნდა შევწყვიტო დისკუსია რეკლამის დროს კითხვა უნდა შეიცვალოს თუ არა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. დაგვირეკეთ ზარი უფასოა გადაცემის ბოლოს ჩვენ შედეგებს. ახლა კი რეკლამა გადაცემაში რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით. თქვენ უყურებთ ცეცხლის ხაზს, ჩვენი სტუმრები არიან ემზარ კვიციანი და ბადრი შუბლაძე. უნდა შეიცვალოს თუ არა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ეს არის ჩვენი გადაცემის მთავარი თემა და ამ თემაზე ჩვენი გამოკითხვა. არ უნდა შეიცვალოს არავითარ შემთხვევაში. რატო უნდა შეცვალონ მიუხედავად იმისა, როდესაც არის ოკუპირებული ჩვენი მიწა-წყალი? არა, ჩემეზით უნდა დარჩეს, იმიტომ რომ ბევრი ტერიტორია ჩვენი ოკუპირებულია. ჩვენ ისე ვერ დავიბრუნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს, თუ ჩვენ მათთან ურთიერთობა არ გქონდა. თუ გვინდა რაღაცა მოახერხოთ აფხაზებთან, ოსებთან, არა, რაღაცა რასიზმ ჩვენ უნდა დავთმოთ, სხვა გზა არ არის. ბატონო ბადრი, თქვენ ხომ არ მიგაის განცდა არ გაქვთ სუბიექტური, რომ რაღაცა ძირეულად არის შესაძლებელი აფხაზებთან და ოსებთან მიმართებაში. უნდა შევცვალოთ პოლიტიკა, სტრატეგია, რომ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები კომუნიკაციაზე, გაცვლაზე, გადაადგილებაზე, ინტეგრაციის გაღრმავებაზე. გეთანხმები ყველაფერი. და თუ მეთანხმებით ეს კანონი ხელს არ უშლის, ეს კანონი ხელს არ უშლის. ამას უშლის ხელს ერთი კაცი. ეს არის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ვლადიმერ პუტინმა თქვას, რომ მე ვტოვებ აფხაზეთს და სამაჩაბლოს და უბრუნებ, მიმაქვს ჩემი აღიარება ამ ეგრეთ წოდებული რესპუბლიკების, დამოუკიდებელ რესპუბლიკების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა და ჩვენ აფხაზების და ჩვენ ოსების ერთმანეთ ჩავეხუტებით და იმას ყველაფერს გავაკეთებ და თქვენ მართლა მიგაჩნიათ რომ ერთადერთი პრობლემა არის მხოლოდ პუტინი და პუტინი კი არ არის რუსული პოზიცია ისა პრობლემა თუ ვერ ავაწყეთ ურთიერთობები აფხაზებთან რაზეც ბატონი ემზარი ამბობს თუ არ დავიწყეთ ჩვენ არ დიპლომატიის მეშვეობით რატომ ვერ დავიწყებთ რატომ იცი რუსი მაგის საშუალებას რომ თქვენ ჩვენ გინდათ სახალხო დიპლომატიით გინდათ შეიარაღებით გინდათ იმე
არ მოგცემს. ბატონი ებზარის გამოცდილება, როდესაც კოდორში აფხაზებთან მე ვიცი ერთად იქ სუფრებიც კი ეწყობოდა. მაგი გამოიწვევს დაძაბულობას, რომ მეგეთ ის შეხვედრებს, რასაც ბატონი ემზარი ამბობს, რომ ჩვენ გქონდა აფხაზებთან და იქ ვიღაცა 2-3 კაცი ჩავიდოდა და დასხდებოდნენ და ჟიპიტაურს დალებდნენ თუ იმას დაკლავდნენ საკლავს და იქეიფებდნენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი აფხაზები მასე ფიქრობდნენ და მასეთი დიპლომატიით აღადგენდნენ. მაგრამ ეს ცირე ჯგუფთან ხო ახერხებდა? არაფერი არ გვაქვს ეს არის თვალის ახევა. ეს არის ნაცრის შეყრა ადამიანებისთვის. გამოსავალი არის ერთი. პუტინი ჩაგვარდეს. არა, პუტინი კი არ უნდა ჩაგვარდეს. ჩვენ უნდა მოვიქცეთ დიპლომატიურად და როგორმე უნდა მოვახერხოთ შევიდეთ ნატოში და ნატოს წევრი ქვეყანა. როდის უნდა შევიდეთ ნატოში ბატონო? აი ეს უკვე აი ესეთი საქციელები. მოგეთ ჩვენ ველოდებით პუტინის გადადგომას და ნატოში შესვლა. მანამდე არაფერი არ უნდა ვაკეთოთ. არ გადადგება და ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ. ეს დოკუმენტი გინდა. ეს რაღაცა რო გავანთავისუფლოთ, არაფერს არ მოგწევს. ეს ფატალიზმის გაცდა, აი ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ, მაინც არაფერი არ გამოგვიყვება. ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპულები, რატო ჩვენ პრინციპები არ უნდა დავუყოთ იმის გამო, რომ დღეს პუტინია რუსეთის სათავეში. ხოლო გაუცხოებას არაფერ გაუცხოებას, ისედაც გაუცხოებულია თუ გასაუცხოებელია. არაფერს არ მომენტ სტრატეგიული მოთმინება არის საქართველოს სახელმწიფოს. როდემდე არის, რამდენი საუკუნეზე ვრება ეს თქვენ გძანით რომ შევარდნაძის დროს ბატონო შევარდნაძის დროს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს ემსახურება და სააკაშვილს უწოდეთ აგენტი რუსეთის. დღეს ხომ არ არის საქართველოს ხელისუფლებაში რუსეთის ინტერესების გამტარებელი მთავრობა. დღეს რა უშლის ხელს აი ამ ურთიერთობების აღდგენას? ის რაც ვერ ხერხდება ქართველებს, აფხაზებს და ოსებს შორის. რატომ დღეს არ მიდის ინტეგრაცია? გაბედულობა აკლია დღევანდელ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ვიღაცა გამოხდება და იარლიქს მიაწებებს. ამისი შიში აქვს. აი რატო ვარ მე გაბედული და მოვდივარ და ვლაპარაკობ ამაზე? იმიტომ რომ ვიცი ჩემი თავი და ვიცი ჩემი ზურგი. აი ამიტომ არის ეს რო გამოვდივარ და იმიტომ ვერ ვედავს აქ მოსვლას ის ადამიანები, ვინც კომპეტენტურია ამასთან დაკავშირებით. რატო არ მიჯდება ის ადამიანები, ვინც კომპეტენტურია ამასთან დაკავშირებით? ვინც შექმნა ეს? სადაა ბოკერია? დამიჯდეს ერთი მოვიდეს აქა. და როგორ დაუმტკიცო ყველაფერი? არ ვეცემი ხელში იგერძის, მაგრამ არაფერს არ იმასწრები. ხო, დამიჯდეს და დაუმტკიცებ, რომ ეს მათ შექმნეს. ერთ-ერთი ავტორი არის ბოკერია მაგისი. გივით არ გამაძე. კანონს მიღმა, აი მართლა მაინტერესებს. რა არის მთავარი პრობლემა ურთიერთობების აღდგენაში? მთავარი პრობლემა ურთიერთობის აღდგენაში არის არ მისვლა ერთმანეთთან. არ მისვლისთვის არის ეს ყველაფერი. ეხლა შეხედეთ როგორ წერია აქა. აქცელია, მოგახსენებთ, ეხლა აქცელია როგორ იცით რომ მხოლოდ და მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან შეიძლება შესვლა. არა ნახსენები რომ სამეგრელო და ზემოსვანეთიდან. არამედ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან. აი ამისთვისაც იყო რომ ჭუბერის მხრიდან ხო გზა არის. ჭუბერის მხრიდანაც არ გიშვებს ეს საბუთი. რატომ? იმიტომ რომ ჭუბერის მხრიდან ძალიან ბევრი ხალხი შევა აფხაზეთში და დამკვიდრდება იქა. აი ამის შიში აქვს რუსებს რომ კონტროლიდან არ გაექცეთ. მე ბევრი კანონები ვიცი კიდევ, რატომ იქნა თუ დაგაინტერესებთ ბატონო ბადრი, მე შემიძლია ცალკეც მოგიყვეთ მაგი, რატო მიეცათ კავკასიელებს საქართველოში შემოსვლის უფლება ვიზების გარეშე, იმაზეც მოგახსენებთ თუ დაგაინტერესებთ, რომელიც იყო მიზანმიმართულად ჩვენს წინააღმდეგ, ქართველების წინააღმდეგ, ასევე კანონი, ახლა ვერავინ ვერ ბედავს, ძალიან ბევრმა იცის, რომ 223 პრიმა მუხლი არის საქართველოს გენოციდი ფაქტიურად. მთელი ჩვენი ახალგაზრდობის მოსპობისთვის იყო და გენოფონდის მოსასპობა და ეს შექმნილი. მაგრამ ვერავინ ვერ ბედავს, ეგრევე არ დამაბრალონ ქურდებთან კავშირიო, იმიტომ ვერ ბედავენ. გაბედული უნდა იყო, უნდა ნახო, იცნობდეს თემას, რომ რა არის შენთვის სასარგებლო და რა არის პირიქით უარყოფითი მომენტი. ამიტომ არის უბრალოდ რომ კუდი დააყენეს ჭუბერში მაშინ. დღესაც დგას ის კუდი. რა უნდა იმ კუდს იქა? რატო არ გვაძლევენ საშუალებას რომ ჩვენ და აფხაზები ერთმანეთთან მივიდეთ? ახლა კარგით, თქვენ გინდათ გააუქმოთ ეს. გაუქმება არ მინდა. ახლა გეტყვით რა. ეს იყო როგორ ნათქვამი, იცი? აი საერთოდ იმას ეს კანონი რო გვაქვს, ამას ჯობია საერთოდ გაუქმებული იყოს და არ გქონდეს ეს კანონი. აი მას ვიზახი. და ისე მე მაგალითად არ გავაუქმებდი ამ კანონს, თუ ჩვენი დასავლეთელი მეგობრები
იგივეს მიიღებენ, იგივე კანონს. რა კანონს მიიღებენ? აი ამას ასეც იგივეს რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვინც უკანონოდ შედის, ისინი დაჭერილები იქნებიან თურქეთში, საფრანგეთში, ინგლისში, სხვადასხვა ქვეყნებში. აი მაშინ ეს კანონი კარგად იმუშავებს. მაგრამ დღეს იქნებ მიიღონ კიდევაც ბატონებს არ ითხოვს საქართველოს ხელისუფლება და როგორ მიიღება? რატომ ყველაზე კარგად ითხოვდა მაგათგან სააკაშვილი რატომ არ მოითხოვა? თქვენ გინდათ რომ მე იქ ვინც იმას ზამე? კი ბატონო, მაშინ მაშინ მაგას ვერც ერთი ხელისუფლება არავინ არ გააკეთებს. მიიღებს ერთი სახელმწიფო მართალი ხარ? არის ზამენ. მართალი ხარ? კანონიც რატო არის ზამენ? იმიტომ რომ რუსებს უგორებენ ჭო. რუსებს კი არ უგორებენ, ვერ გააკეთებენ. როგორ ეხლა საქართველოს და რუსებს აქვს ერთმანეთში საომარი სიტუაცია და ვთქვათ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუბლოკოს ვთქვათ იგივე სანქციები იქ რაც არის სანქციები უკრაინასთან მიმართებაში თუ კერძო პირებთან დასაშვებია ფარავს უკრაინასთან მიმართებაში არსებული კერძო პირებთან შეიძლება გაატარონ რაღაცა კურსი მაგრამ ქვეყანას ვერ იმას იზამენ რომ ახლა თქვა პუტინი ჩავიდეს იმაში რა ქვია გაეროს ხტომაზე ან რაღაცა და დააკავონ იმის გულისთვის რომ არიქა შენ საქართველოს ოკუპირებული გაზავარია ხო რა უყოთ რუსეთის ოფიციალურ პოზიციას ამ კანონთან მიმართებაში აი ახლა შეხედე ლავროვი ამბობს რომ ეს კანონი უნდა გაუქმდეს აი ამაშია მთელი საგლისკავით დამარხული ამაში და რომ ყველა შეხვედრაზე რუსეთი ითხოვს ჟენევის ფორმატში სხვა ფორმატებში რომ გაუქმეთ კანონი ოკუპირებული საჯაროდ რუსეთი არის წინააღმდეგი და საქართველოს მხრიდან ამ ინიციატივის წამოყენება ნიშნავს თუ არა იმას რომ ჩვენ ვაკეთებთ იმას რაზეც ოცნებობს ლავროვი დღეს აი სწორედ ეს არის მაგათი პოლიტიკა რუსების და სხვათა შორის თუნდაც ეს გინების პოლიტიკა რო აქვთ ერთმანეთს რო აგინებენ და სინამდვილეში ერთად რო მუშაობენ მე მყავს ერთი ნათლული პატარა ბავშვი რო იყო როცა რაღაცა რო უნდა მაგალითად წყალი უნდა ხო ის არის ზახტა წყალი მინდაო არ მინდა წყალი იყვიროდა და პირიქით ხდებოდა აი ეს არის ეს მოთხოვნა ლავროვის ლავროვი ეს დიპლომატია და მას მაგია ყველა განცხადებას აკეთებს თავისი ქვეყნის სასარგებლოდ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ უნდა უყურებდეს საქმეს ის თავის ქვეყნის სასარგებლოდ ამბობს მაგრამ მას აქ ყავს მეხუთე კოლონა რომელიც ამას არ დააშვებიებს აი ამიტომ თამამად ითხოვს ის რომ მართალი იყოს იქ შეხვედრებზე ამიტომ აბა ერთი გავბედოთ ჩვენ და ამის გაუქმება ბატონო თქვენ ხართ რა ვარ ჩვენ რა თქმა უნდა სააკაშვილი 4 წელიწადია არ არის მეხუთე კოლონაში ვის გულისხმობ მეხუთე კოლონაში ვგულისხმობ იმათ ვინც რომ ეს ჩაბარების მერე გააუქმა მეხუთე კოლონაში გულისხმობ იმათ რომელიც რუსებს აგინებდა და რუსებს მისცა ყველაფერი საქართველოში აღარ არის ხელისუფლებაში რა შუაში არიან და ხელისუფლებაში რო არ არიან ეხლა არ გამოდიან თუნდაც ეხლა ეს კაცი რო ბრძანდება ეს ისიგივე მომენტია იმათ გუნდიდანაა ეს ადამიანი არის შეცდომაში შეყვანილი კაცი რომელსაც უხდება ხშირად პატერაკები აქვს ეხლა რა მინდა გითხრათ რომელ წლიანი ბრძანდებით თქვენ უკაცრავად 53-იანი ესე იგი ჩემზე ხარ თქვენ რამდენით წელს ახლა ეხლა გეტყვი რა 9 წლით 8 წლით ახართ უფროსი ჩემზე მე ახალგაზრდა კაცმა თუ დავიცავი ტერიტორიები თქვენ რას აკეთებდით იმ დროს მე გეტყვი რას ვაკეთებ მე ჯაში გაზპრომში მუშაობდით და ფულს ვაუგლობდით არ მითხრათ ეხლა რაც კარგი ეხლა ბრძანეთ ხო ეხლა თქვენ მე რომელიც რო სველ მიწას ვჭამდი წყურვილის გამო დაცვის დროს დღეს რო დამიჯდებით და რაღაცას მეუბნებით რო პუტინმა მაჩუკა მე ელცინზე რა სიტყვით ელცინზე გინდათ ელცინზე პროამერიკელ რა სიტყვით პროამერიკელ გარბაჩოვზე რა სიტყვით მაინტერესებს ძალიან აი თომა უნდა იცნობდე თემას როდესაც თქვენ დატოვეთ საქართველოს და გადახვედით რუსეთში რა სტატუსით ცხოვრობდით ამდენი წლების მანძილზე რუსეთში და რა უფლებით თქვენ თვითონ დავამთავრებ კითხვა თქვენ ხო ცხოვრობდით და მუშაობდით რუსეთში არა მე გეტყვით როდის ცხოვრობ ის ვიზულებით მე გეტყვით თქვენ თვითონ ამბობდით ქართველები გადადიოდნენ შედიოდნენ აფხაზეთში, ოღონდ ის ქართველები თუ ვინმე არ იყო რაღაცაში შემჩნეული, ალბათ რა თქმა უნდა ეს იყო ბრძოლაში შემჩნეული და რაღაცა მეთოდი გაქვთ თქვენ გამოკვლევის რაღაცა იარაღის ტარების რაღაცა ყვალი რჩება და ამითი ეს მოგატყუილათ ვიღაცამ და თქვენ დაიჯერეთ. არ არსებობს ესეთი რაღაცა. გავიდეუბნები მე ჯარში არა ვარ ნაპოტი და იარაღი ემზარ მე აი ამ ხელებით არანაირი იარაღი ხელში არ სიგარეტის მოტანას არ შეგეძლო? ვისაც იარაღი ყავა ხელში? დღეს ახლა დამიჯექით აგერ და მე სპორები და რაღაცას მაბრალებ და მეთქი ხშირად დაგიბრალებიათ კიდევ ჩემს რაღაცა რომ რუსეთის აგენტი ვარ. ეხლა დავამთავრო კითხვა. მე
ეხლა რომელსაც არ მიომი არ იმას მიქნია მე რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდე კი არა 100 მეტრის სიახლოვეს რომ მივიდე დამიჭერენ ჩამსვამენ ციხეში რის გამო ვის გამო და მიუახლოვდი რუსეთის ტერიტორია მე გეკითხები თქვენ რა კანონით რის საფუძველზე ცხოვრობდით და მეომარი კაცი თქვენ თვითონ თქვით მომიკლეს ძმები მოუკალი ძმები რა უფლებით ცხოვრობდით და როგორ გაცხოვრა პუტინმა ამდენი წლები და ალბათ ძალიან კარგი კითხვაა და მადლობა ამ კითხვისთვის ბატონო ბადრი თუ მოგისმენთ ოღონდ გისმენ რა თქმა უნდა როგორ მოხვდი ეს ძალიან ხშირად ვსვამდნენ სხვა დანარჩენი ნაციონალები ამ კითხვას და როცა გავეცი პასუხი მის მერე შეჭერდნენ ხო იქ მე მოხვდი როგორც ნადირს ისე მომიწყვეს ჩვენმა ხელისუფლებამ ჩემი სამშობლოს დაცვის გულისთვის სარეკი მომიწყვეს იქა მანამდე ბათუმიდან გაიტყვეს ჩემი ცოლშვილი პატარა 2 წლის ნახევრის იყო ჩემი პატარა გოგონა 14-ის იყო უფროსი და 12-ის უმცროსი. გაიტყვეს სააკაშვილთან შეთანხმებულმა ქართველებმა, რომლებმაც აიყვანეს სოჩაში ჩემი შვილები და ოჯახი. ამის მერე მოვხვდი მე ამ სიტუაციაში, მე საერთოდ არც ვფიქრობდი, რომ იქ რაღაცა ასეთი რამე ჩატარდებოდა. ამათ ჰქონდათ გეგმაში უკვე, ქიბარხალვაში სახლში ჰქონდათ ეს ყველაფერი დაგეგმილი და სპექტაკლი გადაიღო მერე რუსთავიორმა. ეხლა შეხედეთ, არანაირი შეტაკება წინა მანქანებში რო იჯდნენ ჩეჩნები რა უნდათ, ჩეჩენ ტერორისტებს რა უნდათ პოლიციასთან ერთად კოდორის ხეობაში ბატონო ბადრი. ეს ერთი. მოხდა ხო რაღაცები შეიძლება დაკინკლავება პატარა რაღაცა, მაგრამ ის როლები რომელიც რო გაჩვენეს თქვენ აქა ტელევიზიები, მე სასამართლოზე დაუმტკიცე, რომ ეს არ იყო ჩვენთან. ეს იყო ჰაერში ისროდნენ და შექმნეს ილუზია, რომ თითქოს და სროლები იყო თქვენეთ ხელისუფლებას, როდესაც თქვენს რომ ეს თქვენი მონადირე რომ უნდა გაუქმებულიყო და იმას ეკნა და თქვენ ხო გაუწიეთ წინააღმდეგობა არ გამიწერია და არ იარაღი ჩააბარე ერთი წუთით ვინ მოვიდა იარაღის შესაბარებად და მე ვინ ვიყავი რომ ჩამებარებია მე ვიყავი როგორ ვინ იყავ შენ იყავ კორდორის ხეობაში რანაირად ვიყავი მე უკვე წასული ვიყავი სამსახურიდან და როგორ იყავ კარგი ამა მაშინ ბატონო ბადრი ან ჩაიხედე საქმეში ან რაღაცა სასაცილოდ გამოიყურებით რა უნდა გაეცო იმიტომ რომ არ იცნობ თემას და იმიტომ ეხლა შეხედე ვიცნობ იმ თემას რომ 94 წელს მე ჩავაბარე სახსალამათი ერთმუშტად შეკრული კოდორის ხეობა ხელისუფლებას ვინ იყო სააკაშვილი იყო პრეზიდენტი და ჩაიბარა 2004 წელში ხო ჩავაბარე სახსალამათი 94-იო კოდორის ხეობა ჩავაბარე გამარჯვებული სააკაშვილს და თან გავაფრთხილე. ეს იყო ირაკლი ალასანია, მაშინ მაგი გამოუშვა ჩემთან შეხვედრაზე ვიჯექით ერთ-ერთში. ირაკლი თქვა რომ ჩვენო ეხლაო როცა უკვე რომ მოვილაბარაკეთ, მე არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია, მე გეტყვი რა გუბერნატორი რო ვიყავი, ორჯერ დაუწერე სააკაშვილს განცხადება და არ გამიშვა. ამ დროს არც ხვდებოდა და არც არანაირი საქმიანობა არ ჰქონდა ჩემთან. და არ გამიშვა, რატომ? იმიტომ რომ ელოდებოდნენ მომენტს, რომ როდის უნდა დაეგოთ ჩემთვის ხაფანგი. ეს ტერიტორია უნდა ჩაებარებიათ და მე ჩემთვის უნდა დაებრალებიათ. ეხლა გეტყვი, მე რომ მოვხვდი იქით, დამამთავრებია. არ დაუბრალებიათ. დამამთავრებიათ ეხლა. რატო დაგაბრალებენ? კითხვაზე პასუხი გაგცეთ, თქვენ კითხვები გაქვთ ჩემთან და მინდა რომ ყველა კითხვა მოუწუროთ ახლა ამ ადგილას. ეხლა შეხედეთ. მე როდესაც მოვხვდი იმ სარეკში, დამხვდა სპეცნაზი რუსული და წამიყვანეს იქიდან. რატო წამიყვანეს თუ სააკაშვილის მტრები იყვნენ? რატო არ შემომთავაზეს რომ აბა წავიდეთ და დედავუტიროთ უკაცრავად ამ სიტყვის გულისთვის? რატომ? იმიტომ რომ ერთნი იყვნენ ჩემო კარგო. ეხლა შეხედეთ, მე ვიმყოფები ჩაკეტილი. მაყურებებენ ტელევიზორს. მაყურებებენ და როგორ მლანძღავს ცხოვრებით გალანძღული ადამიანები მლანძღავენ რომ მე სამშობლოს გამყიდველი ვარ, გავიქეცი რუსეთის მხარეზე და ესე იგი გაქცეული ვარ კოდორის ხეობიდან, მივატოვე ჩემი ხალხი და სახლი არის აფეთქებული, ჩემი დის სახლი არის აფეთქებული და ქალი არის მოკლული. და ქალის სახელს არ იძახიან რომ მე ვიფიქრო რომ ეს ჩემი დაა. მოდის ამ დროს რუსი საბუთით, რაღაცა ქაღალდით და მეუბნება. ემზარ ხოხ რა გააკეთა ამ სააკიანმაო და აგინებს. დაგთანხმდიო, თანხმობა მოგვეციო და ეხლა შევალთ და გავაგდებთ იქიდანო. და გამეცინა მე ახლა. რატო უნდა დაგთანხმდეთ? მე ვინ ვარ? მე ჩვეულებრივი კოდორელი ვარ, 2 წელიწადია. რატო უნდა დაგთანხმდეთ? მოაწერიეთ ნებისმიერ კოდორელს, შეიძლება მოგიწეროს მე ამას არ მოვაწერ ხელს თქვა. არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა, ბოდიში მომიხადა და გავიდა. შემოდის აფხაზი, არძმა მეთქი, გარი კუპალვა. ვისთანაც ჰქონდა ჩვენ სხვათა შორის მოლაპარაკება 94 წლის 30 ივლისს და 2004 წლის 30 ივლისს უნდა დავეჯილდოებიეთ მეც და მაგიც გაეროს, რომ მშვიდობა შემინარჩუნეთ 10 წლიანი.
ჩვენმა ხელისუფლებამ ვარი უთხრა ჩემთან ეძახით შეკითხვა მინდა სისხლის ხრა შევაჩერეთ სისხლის ხრა მასშტაბური სისხლის ხრა დაპირისპირებები ფართო მასშტაბიანი რა დაპირისპირებები თქვენ თვითონ ამბობთ თუ შეაჩერეთ და იმას დაუტოვეთ ტერიტორია და თქვენ აქეთ გაჩერდით ეს 30% ჩვენს ხელში იყო ბატონო. რა იყო 30%? აფხაზეთის 30%. აფხაზეთი ხო წაიღეს არა? მანამდე ალაბარაკი დამიჯინეთ ვინმე ანდაბა გააჩუმეთ ეს კაცი უკვე გამოვიდა ხელში. მე კითხვას გისვამ ბატონო. მე კითხვაზე არ მისმენ პასუხს კაცო. როგორ არ გისმენ? არ მისმენ პასუხს. ეხლა შეხედეთ თქვენ. თქვენ პასუხს რომ მებადება ახალ-ახალი კითხვები. შემოდის აფხაზი და იგივეს მეუბნება. მე მაგას ვეუბნები, მეთქი იმან რუსმა შემომთავაზ. ანუ მე რო დავთანხმებული ვიყავი რუსს. ისინი მართლა შემოვიდოდნენ, მაგრამ დაერქმეოდა რომ კიციანმა შემოიყვანა. აი ეს ჰქონდათ ამათ გათვლილი და აი ამაზე ჩემს ემოციებზე ჰქონდათ გათვლილი რომ მე გაბრაზებულზე ამას ხელს მოვაწერდი. აი ეს იყო მთელი მაგათი ჩანაფიქრი შემოკარგო. ეხლა შეხედეთ, ხელის მოწერა თქვენი რომ შემოსულიყო კოდორში. აი ეს გამგები გაიგებს თქვენ მაინც ეს ამას ვერ გაიგებთ რა თქმა უნდა ბატონო ახლა შეხედეთ რაღაც არ არის ან გაიგოს და აღიარეს მე რომ იმას ეკიდათ აღიარეს ეს ქვეყნები როგორც თავი იმეთ რა თქვენ დამოუკიდებლად დავეხმარეთ დავსვით კითხვა უნდა შეიცვალოს თუ არა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ახლა მაყურებლის პოზიციას ეკრანზე ხედავთ დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს ემზარკვიციანი პარლამენტის წევრი პატრიოტთა ალიანსიდან ბადრი შუბლაძე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ცეცხლის ხაზი ამით სრულდება ვაკაშერთ ახდით რამაზე რა თქმა უნდა ვერც დღეს ვერ შევთანხმდით მადლობთ რომ გვიყურებთ